ამ წუთებში ზუგდიდში კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია იწყება. კოალიცია დღეს ოფიციალურად გააკეთებს განაცხადს. ალიანსის კიდევ უფრო გამსხვილებასთან დაკავშირებით ზუგდიდ ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ. მოგესალმებით საქართველოს ზუგდიდიდან ამჟამად მოგესალმებით კოალიცია ცვლილებისთვის სახელით, რომელიც სრულით აგრძელებს სვლას 26 ოქტომბრის არჩევნებამდე, რომელიც უნდა აისახოს, სადაც უნდა აისახოს ქართული ხალხის ნება და უნდა აისახოს პოზიტიურად ამ ქვეყნის მომავალზე. ჩვენ წილ პასუხისმგებლობას გვგრძნობთ, ჩვენ თქვით, რომ სულ უფრო და უფრო ყველა ქალაქში, ყველა რაიონში, ყველა რეგიონში ვიქნებით სულ უფრო და უფრო მეტნი. და გვიხარია, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო მეტი თანამებრძოლი, სულ უფრო მეტი თანამოაზრე, გულშემატკივარი და გუნდის წევრი ყავს კოალიცია ცვლილებებისთვის 4 ნომერს, რომელიც გვჯერა რომ გახდება სიმბოლო, მიმდინარე წელს სიმბოლო, რომელიც შეძლებს მანკიერი წრის გარღვევას ერთხელ და სამუდამოდ და საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას. ძალა არის დიახაც მრავალფეროვნებაში, მრავალფეროვანი არის ჩვენი კოალიცია, მრავალფეროვანია კოალიცია ცვლილებებისთვის 4 ნომერი და მიგვაჩნია რომ დღევანდელი დღეც იქნება ამისი დასტური. ჩვენ გვინდა და კოალიცია ცვლილებებისთვის 4 ნომერს სურს რომ ხალხის ნება აისახებოდეს პოლიტიკაზე და არა მახინჯი პოლიტიკა აისახებოდეს ქართულ ხალხზე. ხალხს აქვს დიახაც მოლოდინი პოზიტიური ცვლილებებისთვის, ხალხი არის ამისთვის მზად, ჩვენ სიმრავლით, ჩვენ სიმტკიცით, ჩვენ რწმენით 26 ოქტომბერს დავუბრუნებთ სახელმწიფოს ქართულ ხალხს და 26 ოქტომბრიდან დაიწყება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამ სახელმწიფოს განვითარება მრავალფეროვან ძალთა შორის აქტიური თანამშრომლობით, სადაც მოქალაქეს ექნება განცდა, რომ ის არის ამ სახელმწიფოს ბატონ-პატრონი და ძალიან მტკივნეულ წარსულს ჩაბარდება მოგონებები ოლიგარქატზე, მოგონებები სასამართლოზე, მოგონებები ქაოსზე, მოგონებები დაშინებაზე, მოგონებები კორუფციაზე. ჩვენ გვჯერა, რომ კოალიცია ცვლილებებისთვის იქნება დიახაც წელს გადამტეხი ცვლილებების მომტანი ძალა, რა თქმა უნდა, სხვებთან ერთად და ჩვენი მეგობრები სხვებსაც უსურვებთ ოპოზიციაში წარმატებებს, თუმცა რა თქმა უნდა მიგვაჩნია, რომ კოალიცია ცვლილებებისთვის 4 ნომერი უნდა გახდეს სიმბოლო 26 ოქტომბრის გამარჯვებისა. წარმატებები მთელ საქართველოს, წარმატებები მთელ სამეგრელოს, ვინაიდან ახლა ზუგდიდიდან გერთვებით და მალე გამარჯვებამდე, მალე გაბრწყინებულ საქართველომდე, მალე გაბედნიერებულ საქართველომდე, სადაც ქუჩებში, ზუგდიდში, თბილისში, მარნეულში, მცხეთაში, ქუთაისში, ბათუმში ჩვენ მოვესწრებით ძალიან მალე გარემოს, სადაც ხალხი არის ბედნიერი და ეს ბედნიერება არის ცვლილებებში, პოზიტიურ ცვლილებებში. 2 თვე ნახევარში ჩვენ ყველამ ეს უნდა შევძლოთ და ისტორიული გამარჯვება მოუპოვოთ ჩვენს მომავალს. დიდი მადლობა. მოგესალმებით, ძალიან მიხარია, რომ ზუგდიდიდან გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი გამარჯვების გზა გადის ერთობაზე, გადის მრავალფეროვნებაზე და გადის იმ კოალიციის შეთავაზებაზე, რომელიც არის ჩვენი მომავალი. ერთობა და ძალა, რომელიც შედგება მრავალფეროვანი, მაგრამ ძალიან პრინციპული ადამიანებისგან, ერთობა და კოალიცია, რომელიც შედგება ფასეულობებისადმი ერთგულებისგან, ერთობა, რომელიც შედგება მართლაც ქვეყნისთვის მებრძოლი ადამიანებისგან. კოალიცია, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ საზოგადოებას, არის კოალიცია, რომელიც მართლაც მოიტანს ცვლილებებს, არ მიცემს არავის საშუალებას, რომ ქვეყანა იმსახუროს თავად, არამედ იქნება ქვეყნის მსახური. ამიტომ დღეს ძალიან მიხარია, რომ სწორედ ასეთი პარტია, ასეთი ადამიანთა ჯგუფი და ასეთი კონკრეტულად გამორჩეული პოლიტიკოსი უერთდება ჩვენ რიგებს. ეს არის ხათუნა სამნიძე, ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ნებისმიერ სიტუაციაში პრინციპულობით, ბრძოლით, ჩვენ ერთად გვაქვს გავლილი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ბრძოლის გზა. ჩვენ ყოველთვის სხვადასხვა პარტიაში ვიყავით, მაგრამ კრიტიკულ მომენტში იქნებოდა ეს რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლა, იქნებოდა ეს პარლამენტის გარეთ, იქნებოდა ეს ქუჩაში, იქნებოდა ეს ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა
თუ სხვა ჩვენ მიდექით ყოველთვის ერთად და დღესაც ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ერთად. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ასეთი წარდგენისთვის. მე ძალიან მიხარია რომ რესპუბლიკური პარტიის სახელით ვდგავარ აქ დღეს ჩემს კოლეგებთან ერთად, ისეთ ადამიანებთან ერთად, რომლის ბრძოლა ნანახი აქვს მთელ საქართველოს, რომელთა უშიშრობა ნანახი აქვს მთელ საქართველოს, პროფესიონალიზმში არ ეპარება არავის ეჭვი მთელ საქართველოში. მე მაქვს პატივი ვიყო იმ ადამიანებთან ერთად, რომელთა იმედიც მექნება ყოველთვის წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგ. თავარი კითხვა, რომელიც დღეს ისმის საზოგადოებაში, როგორ უნდა მართოს ოპოზიციამ, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას 26 ოქტომბერს ქვეყანა, ამაზე პასუხი არის მარტივი პროფესიონალიზმი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირება და პროგრესი, რომელიც უნდა რომ მოიტანოს კოალიცია 4-ს. პროგრესი არის ის, რაც შეცვლის ამ ქვეყანაში იმ პოლიტიკურ მმართველობას, რომელიც წლებია უკვე გვაქვს და იქმნება ისეთი შტაბილება, რომ თითქოს მის გარეშე, ქართული ოცნების გარეშე არ იქნება ქვეყანაში მშვიდობა. ქვეყანაში მშვიდობა, კეთილდღეობა, პროგრესი, ადამიანზე ორიენტირებულობა იქნება, როდესაც 26 ოქტომბერს ჩვენ შეცვლით ამ ხელისუფლებას და კოალიციურ მმართველობას უზრუნველყოფთ. რესპუბლიკური პარტია დაფუძნების დღიდან 78 წელს დაფუძნდა ის თავის მთავარ დოკუმენტში ამბობდა, რომ მრავალპარტიურობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნისთვის. გავიდა წლები და ჩვენ ვდგავართ ამ რეალობის წინაშე, რომ ქვეყანა უნდა იმართოს მრავალპარტიულად, კოალიციურად, დიალოგზე და კონსენსუსზე დაფუძნებით. მე ვდგავარ და გადავწყვიტე, რომ ვიყო ისეთ ადამიანებთან, რომელთაც ერთადაც შეიძლება დიალოგი, დისკუსია, კამათი, შეთანხმება და ერთობლივად ქვეყნის მართვა ისე, რომ ადამიანი ამ ქვეყანაში იყოს მთავარი ორიენტირი. მე მოვიგე ჩემი პირადი ბრძოლა, მინდა რომ ამის გარეშე წავიდე ამ მომართვის დროს მოვიგე პირადი ბრძოლა, დავამარცხე ის ავადმყოფა, რომელსაც ბევრი ტანჯვა გამოვიარე, ეხლა დროა რომ გამკურნოთ ქვეყანა და ამას ჩვენ გავაკეთებთ ერთობლივად კოალიცია 4-თან ერთად, ადამიანებთან, რომელსაც გამოვლინდა ეს ბრძოლა. მოგესალმებით ამ ძალიან ძლიერი ქალის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადის მერე რთულია საუბარი, მაგრამ მე უნდა წარმოვადგინო ადამიანი, რომელიც უერთდება ჩვენ კოალიციას და რომელიც მიმაჩნია ამ ქვეყნის ძალიან გამორჩეულ მოქალაქედ, ძალიან გამორჩეულ პატრიოტად, ძალიან გამორჩეულ ქართველად. სამოქალაქო პატრიოტიზმი. ეს არის ის, რაც არის ყველა ცივილიზებული ერის არჩევანი. ეს არის ჩვენი არჩევანიც. ზუსტად აქ, ზუგდიდში, ვამბობ მე ამას, კუთხეში, რომელზეც ხშირად ამბობდნენ ვიღაცეები, რომ სეპარატიზმის საფრთხეა, მაგრამ სინამდვილეში, კუთხეში, სადაც არასდროს არც ერთ ვითარებაში, საქართველოს ისტორიის განმავლობაში, არავითარი სეპარატული საფრთხეები და მოძრაობები არ ყოფილა. და ზუსტად აქ მინდა ვთქვა შემდეგი რამ. ჩვენ წარვადგენთ პირველად, მე ვფიქრობ პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ადამიანს, რომელიც წარმოადგენს ეთნიკურ უმცირესობას, ეგრეთ წოდებულს, წარმოადგენს აზერბაიჯანულ თემს, მაგრამ ჩვენ მას არ წარვადგენთ, იმიტომ რომ ის წარმოადგენს აზერბაიჯანულ თემს. ჩვენ მას წარვადგენთ, იმიტომ რომ იგი არის გამორჩეული ქართველი, იგი არის გამორჩეული მებრძოლი თავისუფლებისთვის, სიკეთისთვის, შვიდობისთვის და განათლებისთვის. იგი ნამდვილად არის თავისი ეთნიკური აზერბაიჯანული თემის ღირსეული წარმომადგენელი, მაგრამ იგი ასევე, მაგრამ არ ვარ გოდა ეს სიტყვა, ბოდიშ ვიხდი, იგი ასევე არის ღირსეული ქართველი მოქალაქე, რომელიც იბრძვის ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის. და კვლავ მინდა ხაზგასმით თქვა ჩვენი კოალიციის 4 ნომრის კოალიციის ცვლილებისთვის მთავარი პრინციპი ეგრეთ წოდებულ უმცირესობებთან დაკავშირებით, ეთნიკური იქნება ეს, შეშმოპირებით თუ ასე შემდეგ. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ჩვენს პარტიაში მყოფი ეთნიკური თუ სხვა ტიპის უმცირესობების წარმომადგენლები იცავდნენ და წარმოადგენდნენ მხოლოდ მათი თემის უფლებებს. ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ამ ხალხის ინტეგრაცია მოვახდინოთ იმგვარად, რომ ისინი იღებდნენ გადაწყვეტილების, ყველა ტიპის გადაწყვეტილებას, რომელიც ამ ქვეყნისთვის, მთელი საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი.
და ზუსტად დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ადამიანს წარმოადგენს ის, ვინც მე უნდა წარგიდგინოთ, ოქტაი ქაზუმოვი. მისი ნომერი 4-ია კოალიცია ცვლილებისთვის. ჯგირობა სამარგალო, ჯგირობა ზუგდიდარე. ჩქიმოთ ხერსეთ პატივრე თვანტოხოლაგი შულა მარდი დიახ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს ვიმყოფებოდე სამეგრელოში ზუგდიდში რომელმაც ქართულ სახელმწიფოს ქართულ საზოგადოებრიობას ქართულ კულტურას სპორტს უდიდესი სახელები შეძინა დიდი მამული შვილები შეძინა ასევე პოლიტიკას და ყველა სფეროს ჩვენი ქვეყნისა ამიტომ მე ვიაზრებ იმ პასუხისმგებლობას და ძალიან სიმბოლურია ამ კუთხიდან ჩემი წარდგენა უпростоრად ჩემი გუნდის რომელიც ასე იწოდება აქტივისტები მომავლისთვის და მასში შედიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ეთნიკური აზერბაიჯანელი აქტივისტები რომლებმაც უკვე დაამტკიცეს თავიანთი ყოველდღიური შრომით ჯაფით რომ არიან ერთგულნი კეთილის მსურველნი ჩვენი სამშობლოსი და კვლავაც ასე გააგრძელებენ დღეს მე ამაყება რომ ვიმყოფები სამეგრელოში თუნდაც იმიტომ რომ დიდმა ილიამ რომელიც ჩამოვიდა აქ საქართველო ნახა აქ საქართველო დაინახა აქ და მოდელი დაინახა საქართველოს სწორედ სამეგრელოში ამიტომაც მადლობთ სრულიად ვეთანხმები ნიკას რომ ჩვენ მრავალფეროვნება არ გულისხმობს ასე ვთქვათ როგორ გითხრათ ერთფეროვანებას თვითონ სიტყვაც ამას გულისხმობს მრავალფეროვნება ნიშნავს საკუთარი თვითების საკუთარი იდენტობის შენარჩუნებას მაგრამ ერთ დიდ გამაში და პალიტრაში ასე ვთქვათ წარმოდგენილობას ისე რომ სხვადასხვა ფერით და მრავალფეროვანებით ხასხასებდეს ეს ჩვენი ქვეყანა საქართველო სოფლიო ქვეყნებს შორის და ეამაყებოდეს ასე ვთქვათ ის რასაც ფლობს კერძოდ მრავალფეროვნებას ჩემმა მეგობარმა რომელიც ჩვენს გუნდში შემოდის ბანიამ კასიმოვმა ერთხელ ბანიამინ კასიმოვმა თქვა რომ ქართული კულტურა ისეთივე მშობლიური კულტურა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობებისთვის როგორც მათივე ეთნიკური კულტურაო ეს გულისხმობს იმას რომ სამომავლოდ ქართული კულტურის ქმნადობაში უფრო მეტი წვლილი უნდა შეიტანოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ მიუხედავად მისი ეთნიკური და რელიგიური მიკუთვნებულობისა და უნდა იწვოდეს და იღწვოდეს საამისოდ რომ ჩვენი ქვეყანა წარმოჩენილი იყოს როგორც ჯერ არის და მე ვფიქრობ დიდი მადლობა მე გახლავართ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ამჟამად დოქტორანტი ჩემი სპეციალობა გახლავთ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია საერო და სასულიერო მიმართულებით ასე რომ მე მივეკუთვნები ქართულ და ქართველოლოგიურ სამეცნიერო სკოლას და როგორც ძველად ხდებოდა ხოლმე რომელიმე დიდი მოღვაწის მოსწავლეთა მოსწავლეებიც იმ დიდივე მოღვაწის ასე ვთქვათ მოწაფეებად ითვლებოდნენ ჩემი თავი მიმაჩნია დიდი კორნელი კეკელიძის სკოლის გამგზელებლად და ამისთვის დიდი მადლობა მის უშუალო მოწაფეებს დიდ სახელებს რომლებმაც აღმზარდეს მე ისეთად როგორც ახლა თქვენ მოგწონვართ ასე რომ დროა გირჩიოთ ახალი კოალიცია ცვლილებისთვის რესპუბლიკელებთან ერთად და მომავლისთვის ეს გუნდი იქნება ის გუნდი, რომელიც აქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში 2030 წლამდე. ეგ არის თითქოს იმედი. მადლობთ მეგობრებო, არის რამე კიდე რაც შეგვიძლია ვთქვა. იმედის კი მაყოფილია. მაშ ასე კოალიციამ ცვლილებისთვის ოფიციალურად გააკეთა განაცხადი გამსხვილებასთან დაკავშირებით დღეს კოალიციას შეუერთდნენ რესპუბლიკური პარტია და ორგანიზაცია აქტივისტები მომავლისთვის ოქტაი ქაზიმოვთან ერთად. და ჩვენ განვაგრძობთ გამოშვებას დასავლეთის მაგინები